საბურთალოს ძირითად გუნდში 14 წლის მოზარდმა ფეხბურთელმა ითამაშა. ცენტრალური ნახევარმცველი ვანო ოქროპირიძე ტრადიციულად საბურთალოს 2000 წელს დაბადებულ ასაკობრივ გუნდში ასპარეზობს. ახალგაზრდა სპორტსმენისთვის, რომელსაც ზოგჯერ ჭაბუკთა ლიგაში იწვევენ ხოლმე პირველი ლიგის ეგიდით გამართულ მატჩში მოედანზე გამოჩენა განსაკუთრებული მოვლენა გახდა. რამდენიმე დღის წინ STU-სთან ჩატარებულ დაპირისპირებაში საბურთალოს ღირსებას ოქროპირიძე 90 წუთის განმავლობაში იცავდა. პირველად რომ გავიგე რომ შანსი მქონდა პირველ ლიგაში თამაშის, ძალიან გამიხარდა. არ მოველოდი თუ ვიქნებოდი განაცხადში 14 წლის ასაკში არ ამგონია ვინმე ეთამაშოს და მადლობა ბატონ გიორგი ჭიაბრიშვილს რომ მომცა შანსი მეთამაშა პირველ ლიგაში. თავარ გუნდში თამაშის შესახებ გადაწყვეტილება მთავარმა მწვრთნელმა გია ჭიაბრიშვილმა მიიღო. საბურთალოელთა თავკაცი ამბობს, რომ ამ ასაკის ფეხბურთელთა მოედანზე გაყვანა ნამდვილად საფასუხისგებლო ნაბიჯი იყო, მაგრამ თვლის, რომ მათ იმედები გაამართლეს და პროფესიული ზრდისთვის უფრო მეტი მოტივაცია გაუჩნდებათ. რა თქმა უნდა, ისეთი დაძაბული ჩემპიონატი რო ყოფილიყო, რომ გადამწყვეტი ყოფილიყო ეს თამაში, ამას ვერ ვიზავდით. კარგია, რომ ამის საშუალება მოგვეცა, მათ დაიმსახურეს თავის ასაკობრივ გუნდებში თამაშით, გამოირჩნენ და რა თქმა უნდა ჩვენ გადავწყვიტეთ სამწვრთნელო შტაბმა, რომ მათ სტიმული მივცეთ, რომ ვანახოთ ყველა საბურთალოს აღზრდილ ბავშვებს, რომ არ არიან შორს ამ პირველი გუნდისგან და ეს მათთვის კეთდება ყველაფერი. კიდევ ერთი 14 წლის ფეხბურთელი, რომელიც 2 დღის წინ გამართულ მატჩზე STU-სთან თამაშისას მოედანზე გავიდა მეკარე თორნიკე მეგრელიშვილი იყო. საბურთალოელთა კარის დარაჯმა მოედანზე 17 წუთი გაატარა და რამდენიმე სახიფათოდ დარტყმული ბურთის მოგერიებად შეძლო. თორნიკე ამბობს, რომ მოედანზე გასვლისას პირველი 5 წუთი მისთვის საკმაოზე მეტად სანერვიულო გამოდგა. თამაშის წინა დღეს მქონდა ნავარჯიშები და რაღაც გუნდში გრძნობდი რომ შემეძლო თამაში. დიდი მადლობა მინდა მოუხადო გიორგი ჭიაბრიშვილს, რომ ესეთი დავალება დამაკისრა და მომცა შანსი რომ ეთამაშა უფრო სასაკთან ერთად და ვფიქრობ რომ გავართი ამ მალდებულებას თავი და შევეცდები რომ კიდევ უფრო მეტი გავაკეთო ჩემი კლუბისთვის. ასაკობრივი გუნდის მწვრთნელი, სადაც ოქროპირიძე და მეგრელიშვილი თამაშობენ, აცხადებს, რომ ორივე ფეხბურთელი გუნდში გამორჩეული და შრომის მოყვარე მოთამაშეა. თავარ გუნდში მისი აღსაზრდელების მოხვედრა მწვრთნელს ახარებს და ამბობს, რომ ბავშვებს ამით მოტივაცია ერთიორად მოემატებათ. ძალიან სასიხარულო არის ბავშვებისთვის, რომ ახლა დონის თამაში მიიღეს მონაწილეობა 14 წლის ბავშვებისთვის პირველ ლიგაში თამაში, მით უმეტეს პირველ ლიგის გუნდი, რომელიც უმაღლეს ლიგაში გადავიდა, ძალიან მობილიზებულები იყვნენ, ძალიან მოტივირებულები, რაც შეეძლოთ ბოლომდე ითამაშეს, დაიხაჯნენ, კარგად გაართვეს თავი, დაბრუნდნენ ახლა ჩვენ გუნდში და ჩემი დანარჩენი ბავშვებისთვისაც ძალიან დიდი მოტივაცია არის, რომ მათ გაუზიარეს ის სიხარული, რა სიხარულის იქ დახვდათ. STU-სთან მატჩში საბურთალომ ანგარიშით 2-0 გაიმარჯვა. ერთ-ერთი საგოლე პასი სწორედ ოქროპირიძეს ეკუთვნის. საგულისხმო ფაქტია, რომ საბურთალო ახალგაზრდული შემადგენლობით გამოირჩევა. ჭიაბრიშვილმა თითქმის მთლიანად 17-19 წლის ფეხბურთელებით გადაიყვანა გუნდი უმაღლეს ლიგაში. შემდეგი სეზონიდან კი შესაძლოა გუნდს ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელიც დაემატოს.